ჩვენი პროექტის სახელია Javelbox-ი, რომელიც წარმოადგენს ინტელექტუალური თავსატეხი ტიპის თამაშს. ეკრანზე თქვენ ხედავთ ფანჯარას, რომელშიც შეგიძლიათ შეიყვანოთ თქვენი სახელი, მაგალითად. ირჩევთ ვისთან გსურთ თამაში. შეყავთ მოწინააღმდეგეს საკუთარი სახელი. აქ შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენი სიმბოლო. თუ არ აირჩევთ სიმბოლოს და დააწვევით დაწყებას, მაშინ ავტომატურად თვითონ მიგანიჭებთ პირველ მოთამაშეს პლუს, მეორე მოთამაშეს მინუს. დაფის მარცხენა მხარეს განთავსებულია მოთამაშეების სახელები, ასევე მათი სიმბოლოები. მიმდინარე თამაში გულისხმობს, რომელი სიმბოლო რა რაოდენობის იქნება შევსებული დაფაზე. მთლიანი ანგარიში კი გულისხმობს მოგებების რაოდენობას, ანუ რამდენით რამდენია. დაფის მარჯვენა მხარეს მოთავსებულია თამაშის დაწყება. ამას თუ დააწვევით, ხელახლა დაიწყებს თამაშს, ანუ დაფას გასუფთავდება. წესებში არის მოთავსებული თამაშის წესები. ღილაკზე დაჭერის შემთხვევაში ავტომატურად გაჩნდება კურსორი და შეგეძლებათ კლავიატურით თამაში. კლავიატურით თამაში შეგიძლიათ როგორც ისრებით, ასევე A, W, D და C სიმბოლოებითაც. დაფის შევსება გულისხმობს, ანუ თუ გეზარებათ თავიდან დაფის ხაზებით შევსება, შეგიძლიათ აირჩიოთ ხაზების რაოდენობა, ცოტა, საშუალო და ბევრი და პროგრამა თვითონ რენდომად ჩაგიყრით ხაზებს და შეგიძლიათ განაგრძოთ თამაში. ახლა კი უშუალოდ რაც შეეხება თამაშს. ჯერ არის პირველი მოთამაშის ჯერი, ანუ პლუსის ნიშანი, ამიტომ მე შემიძლია ვიმოძრაო დაფაზე და დავუსვათ ჩემი ნიშანი, მაგალითად აქ. აი აქ მოცემულია შემდეგი მოწინააღმდეგის სახელი, ანუ ვისი სულაც არის. მაგალითად აქ. ახლა ისევ ჩემი ჯერია. როდესაც შეიკრება უჯრა, მაგალითად ასე, ისმება იმის ნიშანი, ვინც შეკრა უჯრა. ვინც შეკრავს უჯრას, შემდეგ მას აქვს საშუალება, რომ დასვას ისევ საკუთარი ხაზი. და ასე ბოლომდე. აგერ ხედავთ მიმდინარე თამაშს, ანუ პლუსი გვაქვს 1 ცალი, მინუსი გვაქვს 1 ცალი. თამაშს ვაგრძელებთ ბოლომდე, მანამ სანამ არ შეივსება დაფა. როდესაც დაფა შეივსება, ითვლება პლუსების და მინუსების რაოდენობა და ვლინდება გამარჯვებული იმის მიხედვით, თუ ვის მეტი სიმბოლოები აქვს დასმული. თამაშის დასრულების შემდეგ, როგორც ხედავთ, 2 უჯრა შესავსები, პროგრამა თვითონ შემოგთავაზებთ